ქალაქებში შავი სასწრაფოს მანქანა გადაადგილდება და მოტყუებით იტაცებენ ბავშვებს, რის შემდეგაც ამ ბავშვებს ვეღარავინ პოულობს. უამრავი კომენტარი შემომივიდა იმის თაობაზე, რომ ამ შავ სასწრაფოზე გადამეღო ვიდეო. ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს შავი სასწრაფოს მანქანაში არიან სანიტრები, რომლებიც აჩერებენ ბავშვებს, ეუბნებიან, რომ არის რაღაც საშიში გრიპი მოდებული და აუცილებლად უნდა გაიკეთონ ვაქცინაცია იმისთვის, რომ დაიცვან თავი ამ გრიპისგან. ამბობენ, რომ თითქოს ეს შავი მანქანა ჩერდება სკოლებთან, ბაღებთან და ისეთ ადგილებში, სადაც ბავშვები ეგულებათ. იტყუებენ მანქანაში იმით, რომ არის ვაქცინა გასაკეთებელი, ამის შემდგომ ბავშვებს იტაცებენ და ამ ბავშვების კვალს უკვე ვეღარავინ პოულობს. საბედნიეროდ, მეგობრებო, ეს არის მითი, ამის დამადასტურებელი არანაირი ოფიციალური ინფორმაცია არ არსებობს. პოლიცია და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო სტრუქტურა ამ ყველაფერს უარყოფს და ამბობენ, რომ ეს არის უბრალოდ ლეგენდა. ამიტომ, მეგობრებო, მე გირჩევთ, რომ არ აყვეთ პანიკას, არაფერი საშიში არ არის. უბრალოდ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ გვიწევს ვიყოთ ფრთხილები. თუნდაც ქვეყანაში გამოჩნდეს მსგავსი მანქანები, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ვენდოთ, არ უნდა გამოველაპარაკოთ მსგავს საეჭვო ადამიანებს. დაწერეთ კომენტარებში თქვენ საიდან გაიგეთ ამ შავი მანქანის შესახებ და კიდევ რა ინფორმაცია გსმენიათ მასთან დაკავშირებით.